ისტორიაც, გადაკვეთაც, დავით აღმაშენებლის პერიოდი გაიხსენეთ. ერთადერთი თქვათ, რაც შეიძლება ეს სხვადასხვა მხარეს გაგახედოს, არის თქვათ რელიგიური მომენტები. თუმცა აქ თუ ჩვენ სწორედ ვიმუშავებთ და სწორი აქცენტებს დავსვავთ, სწორ სტრატეგიული ესე თქვათ ხედვას ჩამოვაყალიბებთ. აი მაგალითად ჩვენი საერთო მეგობარი მამუკა არეშიძე ხშირად საუბრობს, რომ ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ ტრადიციულ ისლამს, ყველა დანარჩენი მიმართულება უნდა იყოს შეზღუდული, ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენ თვითონ შევქმნათ ეს სასულიერო სასწავლებლები, ჩვენ უნდა ეს ისლამი დავაფუძნოთ იმაზე, რაც კავკასიაში დომინირებდა. ეს არის ადათის წესის ასე თქვათ პრიორიტეტი და ეს იყოს ასე თქვათ რელიგიაში პრიორიტეტი. იქ გამორიცხულია თქვათ სხვადასხვა ასე თქვათ დამძიმება დამოკიდებულების ან რაღაცა სხვა მომენტები და ამას აქვს ძალიან სერიოზული ტრადიცია, თუნდაც კავკასიის მაგალითებზე, მთიან ხალხთა მაგალითებზე მიუხედავად თქვათ რელიგიური მომენტების რამდენად იყო თქვათ ეს ადათთან დაკავშირებული თემატიკა, ამიტომ რელიგიასთან მიმართებაში ჩვენ გვმართებს აქ სწორი ორიენტაცია. რატომ? იმიტომ რომ თუნდაც დღევანდელ მოცემულობაში, ხო, როდესაც აი რაღაცა გამწვავდება, ან რაღაცა გაურკვევლობა იქნება, ან რაღაც მეზობელ ქვეყნებშია კონფლიქტი, ჩვენ გვძნობთ, რომ ადამიანები რაღაც კარგავენ, რაღაც სახელმწიფოებრივად აზროვნების მომენტებს და რაღაც ის გავლენის ქვეშ არიან. ეს გავლენა ქართული სახელმწიფოსთვის არ არის ნორმალური, არ არის ესე ვთქვათ მისაღები, ამიტომ მაგ ნაწილში ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებები. მე ვიცი თქვენი დამოკიდებულებაც, აი ვისაუბროთ ამაზეც. კი. იცით როგორ არის ბანაკოჩე, მე მინდა მუსულმანებზე დავილაპარაკო. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები განაწილდებიან ორზე. ნაწილი არის შიიტები, ნაწილი არიან სუნიტები. ყორანის გარდა უძმინდესი წიგნი რო არის მუსულმანებისთვის კონსტიტუცია ასე ვთქვათ, ამის გარდა 100,000-ობით ჰედისები აქვს დაწერილი. ეს ჰადისები არის ზოგიერთი ირანული ასე ვთქვათ, მეცნიერების დაწერილი, ზოგიერთი არაბების და სხვა. მე ღიად განცხადება გავაკეთებ, რომ 98% დღეს რელიგიური თემა საქართველოს სახელმწიფოს კონტროლზე არ არის. ესე იგი ორივე მიმართულება შიიტიზმი და სუნიტიზმი ფაქტიკურად დაფინანსდება უცხოეთიდან. ეხლა ვიღოთ ირანის თემა. ირანი აფინანსებს შიიტებს. ესე იგი შიიტები ვინ არიან? აზერბაიჯანელები. თქვენ კარგად იცით, რომ ირანში ცხოვრობს 40 მილიონი აზერბაიჯანელი. ირანში იმას არ აძლევენ იცავლონ სკოლებში თავისი დედა ენაზე. კულტურული ცენტრის გახსნა არ შეიძლება. თავისი ერის სახელის აღება აკრძალულია. და ისე გამოდის, რომ ირანში არ უყვარს აზერბაიჯანელებს, ძალიან უყვარს ამას მარნიულში, ფონიჭალაში და ასე შემდეგ. მე ვიცი, რომ ასე არ არის. ისინი ხსიან აქ მედრესები სპარსული ენაზე. ჩვენი აქაური საქართველოს მოქალაქეები ბავშვები სწავლობენ სპარსული ენა. სპარსული ენა ჩვენ რა გვინდათ? სპარსული ენა არ არის საჭირო. ჩვენთვის საჭიროა დედა ენა პირველ რიგში და მეორე დედა ენა არის ქართული ენა, რომელიც ჩვენ სახელმწიფო, ჩვენ დედა და ჩვენ და ვიცოდეთ ესა. ისინი რას აკეთებენ, ხო? ეს ყველაფერი არის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. ეს ერთი, მეორეში შიიტიზმის თუ ავიღებ, ყორანი არ ავიღებ, მე კიდევ ამ ყორანში სხვა რაღაცა უწერია, ჰადისებში უწერია, რომ მისი თავარი სარდალი და ლიდერი არის ირანის პრეზიდენტი. ესე იგი, ხომეინი თუ ბრძანება მისცემს, ხო, მარნიულებს ან პონიჭალებს ან ლაგოდეხს და რაღაცა, ისინი და შეასრულონ. ფაქტიკურად ესე გამოდის, რომ ჩვენი მოქალაქეები არიან უცხო სახელმწიფოების ჯარები. ხოდა, მე ვიცი, რომ ორანშასე არ უწერია. ეს უბრალოდ იმ სახელმწიფოების პროპაგანდა. და ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებ, სახელმწიფო ჩვენ გვერდში რო არ არის ინტელიგენციის. და ეს ერთი ფაქტი მინდა დაფიქსირო, რომ ეს რელიგიური ასე ფანატიკოსების 99% და ისა ბევრი და არც ერთი განათლებული არ არის. უმაღლეს განათლება არ აქვს. ესე იგი უცხოეთის, აი მე ასე ვთქვათ რა, ზოგიერთი სამსახურები ეძებენ ჩვენებში უფრო ვინ არის ფიზიკური ძლერი,
უფრო ვინ არის იქითკენ ფინანსებზე ძალიან დაინტერესებული და ის ხალხი, ასე ვთქვათ, რომ იწყებენ თავისი პროპაგანდა საქართველოში. იგივე ხდება სუნიტებში და ჩვენთან არის ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, პატრიოტი რელიგიის ადამიანები, სულიერი ხალხი არიან, ძალიან ბევრი. Ჩვენთან რეკავენ ხოლმე მოდიან და ამბობენ ჩვენ რა გავაკეთოთ კაცო ჩვენ არ გვინდათ ვიყოთ ირანის ვიღაცას ხალხის იმის კონტროლის ქვეშ ან არაბების ჩვენ და ვიმსახურებთ ჩვენ სამშობლოს ჩვენ საქართველოს და როგორ გავაკეთოთ ამას რომ ყველაფერს აძლევენ იმას საშუალება მეჩეთების კონტროლი იმაშია ყველაფერი კონტროლს იმაშია ხე სახელმწიფო ისე ვთქვათ თანამდებობის პირები იმას ხდებიან აქედან ფინანსიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსი იქმნის, ირანიდან ფინანსი იქ მოდის. ხო და ვინ არის პატრიოტი სულიერი ხალხი და ისინი არიან ჰაერში დარჩენილი. ეს ძალიან ცუდია, მე გეთანხმებით თქვენ და ჩვენ სახელმწიფო უნდა სასწრაფოდ მიიღოს ისეთი კანონები, ხო, რომ აქაური სულიერი ხალხი იყოს როგორ დავით აღმაშენების დროს. ხო და არ უნდა დაელოდოს ბრძანება ხომეინის ბრძანება პირიქით უნდა დაელოდოს ჩვენი პრემიერ-მინისტრის ბრძანება ან ჩვენი პრეზიდენტის ბრძანება რაც შეეხება დღეს ერანის და ისრაელის შორის რომ მიდის ომი ახლა ხო ეს არის ძალიან საშიში სიტუაცია ჩვენ შორს არ არის ჩვენთან დაახლოებით 300 კილომეტრია 350 კილომეტრია ჩვენი საქართველოს საზღვარიდან ირანამდე კი ბატონო შორსარასი თეირანი თბილისი კი რო ასე არ ვიგებ თუ იქიდან შემოვალ ახლა ძირითადად ისინი საიდან შეიძლება შემოვიდნენ ისინი შეიძლება შემოვიდნენ თურქეთის გავლით და სასომხეთის გავლით აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შეიძლება ირანთან არ აქვს არ აქვს ხო და ყველაზე კარგი იმისთვის არის რომ სასომხეთიდან შემოვიდეს ეს უფრო ახლო მანძილია ხო და იქ ცხოვრობენ ძირითადად სასომხეთის საზღვარზე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები ეროვნებით და იქიდან ცოტა ქურთები ცხოვრობენ ეხლა ჩვენ ვიღებთ ინფორმაცია ყოველდღიურად ყოველ საათში რომ ძალიან ბევრი ხალხი უკვე გადავიდა თურქეთის იმას საზღვართან გადიან უკვე ძალიან ბევრი არის საზღვარზე აზერბაიჯანის და იმას ხო ჯერ ნახადი იმდენი არ არის მილიონობით და რაღაცა ელოდებიან თუ ის დაბომბა იქნება ხშირი და ცაში უფრო მაშინ უკვე ძალიან დიდი ნაკადი მე მგონი ისეთი სურათი ჩანს რომ დიდი მოთამაშეების პოზიციები იკვეთება და მალე წავა მე მგონი დასრულებისკენ ეს ალბათ იმედი ვიქონიოთ ყოველ შემთხვევაში რომ ეს გართულება არ იქნება ამ შემთხვევაში მაგრამ მე გეთანხმებით აი ამ რელიგიურ მომენტში რომ ჩვენ დიდი ხანია ამაზე ვფიქრობთ, საუბრობთ. მე ალბათ ერთიანად აღებული ბორნისი მარნეული ქვემოქართლის 10-12 წელი მაინც გამომდის იქ სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის და კარგად ვიცი ეს თემატიკაც. ალბათ მოვიდა დრო, რომ ჩვენ ამ რელიგიურ ნაწილში გქონდეს ძალიან ცივილური მიდგომა, სწორი კონცეფცია მისი განვითარების, რაც პირველ რიგში იქნება ამ ეროვნული უმცირესობის დაცულობაც და ამ დაცულობაში არის პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან ასე ვთქვათ უზრუნველყოფილი დაცულობა და რაც თქვენ ხაზი გაუსვით და არა ვთქვათ სხვა მეზობელი ქვეყნებისთან აი ესეთი სიღრმე ურთიერთობა რომელიც რეალურად აქ ჩვენ მოსახლეობას სჭირდება და აქ ქართული სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს. ამიტომ ამის ცივილურად ასე ვთქვათ გადაწყობა თუ გადატვირთვა დროის მომენტია და მე ვფიქრობ აი ახლა როდესაც სოფლიო მართლა იცვლება და სახეზეა ხო ყველაფერი ის რისი შეცვლაც უნდა რა კონფიგურაციებიც უნდა დადგეს მომავალში ზოგი მოლაპარაკებით მიდის ზოგი რაღაცა ზეწოლით ზოგი ტარიფებს ხმარობს ზოგი უკვე იარაღს ხმარობს და ეს აი ეს დიდი ჯანჯღარი მსოფლიოში დაწყებულია. ამიტომ ყველა ის ჯანსაღი პოზიცია, ყველა ის ჯანმრთელი პოზიცია, რაც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ გაჟღერდეს, დაფიქსირდეს, როგორც ეს თქვა, მომავალი განვითარების პლატფორმა, ამაზე უნდა იყოს აუცილებლად საუბარი. კიდევ ერთ ძალიან მტკივნეულ თემაზე მინდა ვისაუბროთ, რომელიც თქვენ ძალიან გაწუხებთ ზოგადად ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს აწუხებს, ეს არის ნარკომანიის თემა და ეს არის ის თემა რომ აი სადაც თქვენ დაიბადეთ ცხოვრობთ ეს არის ფონიჭალა გახდა რაღაცნაირად აი ცენტრი ამ ყველა